Oleg, X dashi zakhi, isev dabroli. Mamali khale. Hey, it's your boy. Memes. რა ვხარ ტაბახო ხარ ჯანზე ყველანი აბა დამენახეთ რამდენი ხარ 1 2 3 4 5 6 6000-ი ვართ გილოცავთ მილოცავთ ბედნიერები ხართ რასაც ჩემზე ვერ ვიტყვით მოგესალმებით ახალ ვიდეოში კაი ხანი არ ამიტივ თავს რა მით უმეტეს კომენტარი ვიდეო ოდნავ დაჰაიპებული ვარ იმიტომ რომ ვიცი რომ სპაისი მემ გველოდება და სანამ თვითონ ვიდეოებზე გადავალთ მინდა მადლობა მოუხადო დოპის ამ შესანიშნავი ინტროსთვის მადლობა დოპი ჯიგარი ხარ აი ესეთი რა კამერა არ მაქვს ჩართული რა დაგანახებდი ჯიგარს ეგ ჯიგარი არა ხო მოკლედ გადავედი დოპის არხზე სულ რამოდენიმე დღის წინ ავიდა 1000 გამომწერზე და გაიყინა არხი დაიხმარეთ 1-2 თუ გამოიწერთ 1002 არხი ექნება 1002 არხი 1002 გამომწერი ექნება პირველი ვიდეო მოკლედ ვინ არ დამილინკეთ ყველა მწერდით ამაზე გადაიღეო არა ხოლმე ერთმა მომწერეთ ფლეშ ამაზე თუ გადაიღებ ვიდეოს მაგარი იქნებაო აი ამას ვიმსახურებ ხო 6000 კაციდან ერთი მწერს მარტო ფლეშ ამაზე გადაიღეო რაც ეს ფორმატი აუდიოსზე პირველად მომართვა ლანგრით ტელევიზიამ რაღაცა და მხოლოდ ერთი კაცი მილინკავს მხოლოდ ერთი მადლობა ისა ბლეთფენა რო არ ამ ვიდეოს ვერც გადავიღებდი ასე რომ მადლობა ბლეთფენ გენაცვალე let's get right კაი ძალიან ძველი ეს უკვე მოკლედ შეუდგეთ საქმეს რა არ შეგეშინდეთ Bruh, look at this dude. ვიდეო ჯერ ახლა დაიწყო და უკვე ვიკრინჯები არ შეგეშინდეთ ბავშვებო იცოდეთ ქუჩაში რო ვინმე მოდის და გეუბნებათ არ შეგეშინდეთო თან ესეთი ხელებით ჯობ შეგეშინდეთ აუი ეხლა რაღაც ძალიან ისე გამომივიდა გეოგეიმერში და სუსპისავით და კიდე ვინმე თუ დაწერს გეოგეიმერის ხმა გაქო Ocean man, take me by the hand, take me trouble. არ შეგეშინდეთ შუაგულთბილისში კანდელაკის ქუჩაზე ამოუცნობი არსება უცხო პლანეტელი ბარაბაშკა თუ რა არის ჯერ არ ვიცით დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს რომ სახლს აწიოკებს ყრის ტანსაცმელს ამტვრევს ყველაფერს რაც ხელში მოხდება და აწრავს კედლებს. გამარჯობათ. რა ხდება მომიყევი? ეხლა როგორ ფიქრობ თქვენ აქ შეიძლება იყოს ის ბარაბაშკა? არის ხო. აქ არის ეხლა? კი არის. სკოლაში უკვე სექტემბრიდან აღარ უშვებდა ბავშვს, ასველებდა. რა როგორ ასველებდა? აი წყალს გამოვიდო და დედიკო იტყოდა ესე. დასველებული ბავშვი. ხევდა კიდეც შარვალს რაც უნდა ჩაეცვა, ან უმალავდა შკაფის. ხეზე გადაყრიდა, ესე კი აღარ უშვებდა და ეხლა ამ სექტემბრიდან გაბრაზდა ძა. სექტემბრიდან ანუ რაც სწავლა დაიწყო რა, ანუ გართულება აქვს სწავლაზე. შემდეგ მონაკვეთში ჩვენ გავიგებთ რომ უცხო პლანეტელს თურმე კედელზე წერა შეუვია. არა რაღაც უცხო პლანეტური მესენჯერი, არა Facebook-ი. ვინ ახმარობს? ტელეპათია? ვინ ახარ? ჰეიტერი? თუ ლუზერი? კედლებზე წერია, ეს ამოტვიფრა. მოდით ჩქარა, მე ვიცი რომ გიას მოწევს არ წავალ. აი აქაც წერია, ეს ამოტვიფა და დაანებოს თავიო ესე იგი. შენ არ ქსიამოვნებს მამა რო სიგარეტს ეწევა? არ სიამ. არა. არც იმას არ სიამოვნებს, ხო? დედი გამოიღეხმა. ელაპარაკები ხოლმე? მე ისე არ ველაპარაკებ, უფრო წერს. და გია უყარს ტკბილი ასე კიდე სულ უდებ და რა თორა და დაუწერსო მიყიდეთ მაროჟნი ასე ისე და მეოთხე წევრი ეს ახლა უდებთ ხო ლუცის ლუცი და შეჭამს შეხედავ აგამქრალია თქვა ამ სცენიდან ჯაჯანიძე უკვე ბოლომდე მიეცა გაგიჟებას აღარ შეუძლია მოკლედ არაფერი თან აშკარა ვინც ჭამდა იმ კამფეტებს ნუ მოდი თვალი გავუსწოროთ ეს ბავშვი იყო. არა, fat shaming და რაღაც ეგეთი არა, მე თვითონაც ძალიან სელაპი ვარ. უბრალოდ ეს გაიხედებოდნენ მშობლები. ჰოპ, ერთი. უცებ შეჭამ, გადაყლაპა აღარ აქვს, მორჩა. ფაფუ
ვაგზელებთ. მე დირექტორთან რო თქვით და ის მოვიდესო ხან რო ჩანთას გაიკეთებდეს ხო ჩალაგებდა წიგნებს ჩავიდოდა პადეში თქო წიგნები აღარა მაქვს ამოვიდოდა ჩანთით მე ზოგჯერ ვეჩხუბებოდით შეხვარი გონი რამე ასე მაგრამ ბავშვი ქონდათ ეჭვი რომ შეიძლება ბავშვი აკეთებდა არ ქონდა მაგრამ არა არ ქონდა მაგრამ ანუ ბავშვი არიზავდა მაგას ბავშვი როგორ გააკეთებდა ბავშვი მაგას ის ცოცხალია წარმოუდგენელია რამდენად შეერა თავისი შვილის ესე რო ენდობიან თან ეტყობა რა ამ ქალს რომ ქმარი ყავს მუჭაში რა ანუ მუჭაში რა მუჭაში ბლე მუჭაში კი არა და ანუ ხოაზე ხართ რა ეს ქალია ალფა მეილი სახლში ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო სერვანდიდან სუნჭიქების აი აქ ლეცა სერვიზი ერთი რამე მაინტერესებს ნუ ახმოვანებ თქვენ აქ ზიხართ და ეს თვითონ მოდის ხო იღება ის და თქვენ უყურებთ როგორ იღება კი და ის დაფრინავდა თეფშებ და ტყდებოდა და ამოწყდა ყველაფერი ეს პანჯარა ფანჯარაც გაწყდა ის ჩვენ არ დამზიანებულ ვართ თქო პატარა ბავშვს მოხდა იქ და არ გეშინ ჩვენ არ დამზიანებულ ვართ თქო პატარა ბავშვს მოხდა იქ თქო პატარა ბავშვს მოხდა იქ არ გეშინია ვაიმე რა ვიცი კი მე მეგონი შეეჩვიეთ შევეჩვეთ ჩვენ თქვით კიდეც სხვაგან წავალთ თქვა მაგრამ წამოყვებითო და არ გეშინია ხავს დანახული არა არა Flash, იმედი მაქვს რომ გესმის და თუ ეს ვიდეო შეტყობინება შენამდე მოვიდა, ესე იგი მე ცოცხალი აღარ ვარ და მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ჩვენ ფსევდოიუმორისტებმა, ინტერნეტ ტროლებმა გავანთავისუფლეთ ნამდვილი ბოროტება, ნამდვილი ტროლი და რისი თქმა შემიძლია ამ გოგოზე, ანუ ადამიანები, რომლებიც ხედავენ დემონებს, ანგელოზებს, სულებს, მოჩვენებებს, მათთვის არის სპეციალური მეცნიერული დასახელება. რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის. ასეთ ხალხს უწოდებენ დეგენერატებს, მაგრამ ეს გოგო არ არის დეგენერატი, ეს გოგო არის ნამდვილი საშიშროება. ახლა უკვე სამწუხაროდ ინტერნეტში ყველაფერი ისე აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო. მარტივი მიმები აღარ შევა, მარტივ მიმებზე აღარავინ აღარ გაიცინებს. ამ გოგომ ყველაფერი დაიპყრო, ყველაფერი თავის ძალაუფლებაში გადაიყვანა. მე აღარ მაქვს ჩემი მეფის გვირგვინი. ვიმალები სადღაც ჯანდაბაში არ ვიცი საათ და დიდი ალბათობით დიდხანს ვერ დავიმალები და თუ ეს ვიდეო მოვიდა შენამდე, იმედი მაქვს რომ მოვიდა. ცოცხალი ესე იგი მართლა აღარ ვარ და არ ვიცი, რამე უნდა მოხერხდეს აუცილებლად. უნდა შევაჩეროთ ეს ბოროტება. ხოლო ჩემ მაყურებელს მინდა რომ სიმართლე უთხრა რომ სინამდვილეში მე თქვენ გატყუებდით მთელი ამ დროის მანძილზე, სიმართლე არის მარტივი. მე არასდროს ცხოვრებაში ჰოლიკას ცოლი არ მომი. ბოლო ერთი კვირის მანძილზე უკვე შეიქმნა 600-მდე მიმი, რომელშიც არის ეს გოგო. იმედია ხვდები რომ აქ უკვე ჩვენთვის ადგილი აღარ არის. ჩვენ უბრალოდ დავრჩებით წარსულს, როგორც რაღაც პიონერები, როგორც ვიღაცეები, რომლებიც ოდესღაც არსებობდნენ. არ ვიცი, ვფიქრობ რომ სულ ეს იყო. ნახვამდის. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმების მომწოდებელი მოკვდა Rest in Peace. მოდი მივაგოთ 10 წამიანი დუმილი, ეს ვიდეო რო 10 წუთამდე ავიყვანო და YouTube-მა უფრო ბევრი ფული მომწეს. და ღამე როგორ გძინა? ღამე ახლა არ ბაწუხებს, ისე იმათ გადაცემები უყვარს ზოგჯერისა და ჩემი გადაცემებს უყურებთ? კი, როგორ არა. იმედისმეც არაფერს არ უყურებ. ახლა ამ მონაკვეთში რაღაც ხუმრობა უნდა თქვა ისეთი one-lineri რო გაგეცინოთ, მაგრამ იმის გარდა რომ იმედი ბოლოს კვდება, სხვა არაფერი არ მახსენდება. ბარაბაშკა უყურეს მარტო იმედს, დედა რა აღავთნა. ეხლა უთხრა 1-2 დღის წინ ბავშვს დაბადების დღე 23-ში და რაღაც გამიწყეო რაც უყვარს, ბევრამე უყვარს ისე და წავალო. მამა ომრაო, აი მამაოს აზრი მაინც. სატანურიაო და ეშმაგისეულიაო და. და როგორ ეშმაგი ყავს? აჩუშე და დამოწყნულა.
და როგორ ეშმაკი ყავთ სახში? ასე გითხრა. თუ გიფიქრიათ, თქვენი ნებართვით თუ შეიძლება აქ დაყენდეს სათვალთვალო კამერები, ამის შემდეგ თუ გამოჩნდება, თქვენ გინდათ რომ როგორ დაყენდეს? არ მინდა? შეიძლება 23-მდე რომ მოვითმინოთ. 23 რა არის? იმიტომ რომ წავა. შეიძლება წავიდეს და თუ შეიძლება 23-მდე მოვითმინოთ. არ გინდა რომ წავიდეს? არა, როგორ არ მინდა წავიდეს, უბრალოდ 23-მდე მოვითმინოთ. თვითონ გეუბნება? წავა, აღარ დაგჭირდება და თუ არ წავა, მე როგორ დავაყენოთ. ახლა შევსდები გადმოგითარგმნოთ თუ რა თქვა ამ ბავშვმა. ამის შემდეგ თუ გამოჩნდება, თქვენ გინდათ რომ როგორ დაყენდეს? არ მინდა? მე ვქენი. მე ვქენი. რა თქვი? ხო. დავლა 23-მდე არ მოვიდეს და ისე აღარ ვიზავ მეჯერ. გეხვეწებით. იმედი უყურს ძალიან. ჩვენც აღარ შეგვიძლია დავიღალეთ. ეხლა კედლების ის დაიწყო. აი ესენი მაგის გაკეთებდა. ეს სუიმან გააფუქა. ხო, ახლა მე რომ მკითხოთ რემონტი არასდროს არ არის ცუდი რა, იქ ევრო რემონტი იქნება, ლუსი რემონტი იქნება. ყველანაირი რემონტი კარგია. ბავშვს უნდოდა სკოლაში წასვლა ეხლა ბოლოს და ეს ერთი კვირა არ გაუშვა. არ გაუშვა. თქვენი პასტით წერს, ხო? კი. ყველა სიტყვიდან მაინც და მაინც fuck. რატომ ანუ ეს ვწარეთ რატო ტროლავს შობლებს? სკოლაში წასვლა არ უნდა, მაგრამ ანუ იდეები გამოელია? ამის წელს გავს ლიზიკოს. გავს, ხო? კი. ვა, ნიხუი ესებე. გეგონება მისი ნაწერი და თავი დაუნა ამას ხო, მაგრამ ნახეთ მიმსგავსებას მნიშვნელობა არ აქვს. ის ვისი ხელით არის მოსმული, აი ექსპერტი ამას ადგენს. ყავს 21 საუკუნის სტუმარი. ეს შეუბანში ხო რომ გავდივარ და ბავშვი გიკეთებს რომ მეუნებიან ზოგი მე არ ჯერა. არ ჯერათ რა. ძალიან თუ არ დააჯერებ. ათეისტებიც ეგეთები არიან. ან როგორ აკეთებს ახლა გია. ადექი როგორც თქვი, ალფა მეილი. თქვათ ლიზიკო დგას ასე. მე ესე ვარ. ისეთნაირად წამომარტყავს. გონია ლიზიმ გააკეთა. გონია. გონია, მაგრამ ასე გონია. მისი შვილი, გოუსტია. ჰეითერები იტყვით რომ სმენა არ მაქვს. რა მითხარი? ამ დროს ჯაჯანიძე დარწმუნდა რომ ძალიან მაგარი კონტენტი ქონდა ხელში რა, აი დარწმუნდა ბოლომდე. ამას მეჩხუბებოდით ხოლმე ხო? რას მიშობით კან ამდენი ასე მე არა ვარ მამიკო. ესე იგი თვითონ გააკეთებს ისე. ვიღაცა მამაში კრა ახალი კიდე გამოგადმომაგდო ფანჯრი. კრა ახალი კიდე გამოგადმომაგდო ფანჯრი. სკოლის გასცენის გამო მამასაც კი წირავდა. რა ჯანდაბა, რა ხდება იმ სკოლაში ესეთი რა? გაზის კამერები აქვთ? მე მასწავლებელმა გითხრა კიდე ისივლისო ფსიქოლოგიო. დედიკო ამან თქვა ფსიქოლოგია რომ მევიდესო თავში არ წამოარტყას რა მე არ დამაბრალე. იმას. არ გაიქცესო ხო? ლიზიკო, ჩემო კარგო. ყველაზე მეტად როგორც მივხვდი, შენთან შემოდის კონტაქტში. გააფრთხილე, რომ აღარ მოვიდეს. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კარგო. ასე დაემშვიდობა ჯაჯანიძე ლუსის და მის ოჯახს და ასე დაემშვიდობა მე ამ ვიდეოს რა ჯაჯანიძის ვიდეოს. მინდა ვისაუბროთ ჩემი არხის ფორმატზე, როგორც ერთგული მაყურებლები შეამჩნევდით, წინა ვიდეო იყო გეიმინგ ვიდეო, ნახევრად გეიმინგ ვიდეო, გეიმპლეი იყო ძირითადად ნაჩვენები, შემდეგ კი უბრალოდ პოდკასტში გადავიყვანე. საქმე იმაშია რომ მინდა განვარცხოთ ჩემი არხი, არ მინდა რომ მარტო ამ ჭყალებში კრინჯზე ვიყო დამოკიდებული და ესე ვთქვათ სხვა ვიდეოებზე. ეგრე გამოდის, ანუ თუ კრინჯის მასალა არა, ესე იგი ჩემი ვიდეოც ვერ იქნება. მინდა რომ ამ ჩემი ერთი ჟანრიდან განვარცხო რაღაც ახალი წამოვიწყოსავით. იქნება ეს, არ ვიცი, გეიმინგ ვიდეო შეიძლება უბრალოდ მონტაჟი იყოს, თუმცა არხი არ დაკარგავს მთავარ აზრს, რა თქმა უნდა. იქნება კომედიური, თათათილო და ნუ, რა ვიცი, ვისაც თამაშები არ მოგწონთ, რა თქმა უნდა, არავის არ ვაძარებ ყურებას, მაგრამ 1-2 რო ცადოთ, არ იქნება ურიგო, იქნება მოგეწონოთ. ხო, ნუ, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ფორმას თავს დავანებებ. არა, ანუ ჯერ კიდევ არ მომბეზრდა სახალისოა თვითონ ედიტი და ყველაფერი. ამასაც განვაგრძობ და პარალელურად განვახორციელებ სხვადასხვა პროექტებს, გადავიღებ სხვადასხვა ვიდეოებს და ასე შემდეგ. ხო, რატომ თქვი ახლა ეს? შემდეგი ვიდეო იქნება გეიმინგ ვიდეო, მონტაჟი იქნება, ფანი მომენტები, გიყვართ ხო? ფანი მომენტები. მე და გეოგეიმერში დასოცი დავჯექით და ვითამაშეთ, რა თამაში ვითამაშეთ, მაგ თამაშს არ გეტყვით ჯერ. ეს კი ახლა იმიტომ ვახსენე, რომ წინა ვიდეოს კომენტარებში ძალიან ბევრმა დაწერა, რომ ძალიან უაზრობაო, დააბრუნა ეს კომენტარიებიო და რაღაცები. კომენტარიები, აი ესე რო არ თქვა, კომენტარიები. რამე არ შეიძლება რომ მოვფიქრო?
აი პოდკასტი დაუძახოთ უბრალოდ რა. ეს პოდკასტები დააბრუნე მოკლედ და რაღაც ეგეთებს წერდნენ. და ანუ ხვდები უკვე რომ შემდეგ ვიდეოს შედარებით ნაკლები გამოხმაურება მოყვება. მიუხედავად ამისა, როგორც რამოდენიმე წამის წინ თქვი, არ ვაპირებ ერთ ჟანრში გაჩერებას, ერთი ტიპის ვიდეოების გადაღებას. უბრალოდ ძალიან მოსაბეზრებელია. ავიღებ ისევ პროვოკატორის მაგალითს, რამოდენიმე ფორმატი ჰქონდა და ყველა მობეზრდა, ეხლა ძირითადად სტრიმებზე გადასული. ასევე GeoGamer-ში დასოციპი. იღებდა walkthrough-ებს. ახლა კი მონტაჟებზე გადასული და პოდკასტებზე. You fucking format ripper. მაბატიეთ. ხო, მოკლედ ამ ვიდეოსთვის სულ ეს ხო ალბათ. მადლობა პროვოკატორს დახმარებისთვის. გამოიწერე არხი თუ ახალი ხარ, დაალაიქე ვიდეო თუ მოგეწონა. დაალაიქე ჩემი Facebook გვერდი. პროვოკატორის არხი თუ არ გაქვს გამოწერილი, გამოიწერე რა თქმა უნდა. დააფიქსირე შენი აზრი კომენტარის სახით. და ნუ რაც ყველაზე მთავარია, არ შეგეშინდეთ.